მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხს მისმინე. ეს არის გადაცემა ვიკასთან ფილტრის გარეშე. დღეს განსაკუთრებული სტუმარი ყავს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის იყო სატელევიზიო ეპოქის სახე და მას იცნობდა მთელი საქართველო და იცნობს მთელი საქართველო და მისი შოუ მილიონობით მაყურებელს იზიდავდა. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მაია ასათიანი. მოგესალმებით მაია. უღრმესი მადლობა ასეთი წარდგენის. ეს ფაქტი არის და არაფერი ზედმეტი არ მithქვამს, იმიტომ რომ დიდი მადლობა. ეს არის ის, რაც გვახსოვს ჩვენ მაშინ პროფილის პერიოდიდან ჯერ კიდევ, მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად ეს პერიოდი დასრულდა შენს ცხოვრებაში. მე თვითონ დავასრულე. შენ თავისით არ დასრულებულა, ეს პერიოდი და მინდა ძალიან ვისაუბრო ყველაფერზე, რაზეც შეიძლება რომ დღეს ვისაუბროთ, იმიტომ რომ შენ ჩემთვის ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ ამავდროულად იმ გადატანილი ტრაგედიის შემდეგ მუდმივად ხარ ბრძოლაში ახალი ცხოვრების დაწყების და ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის შენი ეს თვისება, ამაზეც მინდა ვისაუბრო შენს ახალ საქმეზე, წარსულზე, სიყვარულზე. სიყვარულზეც უნდა ვილაპარაკოთ? თუ გაქვს ამის სურვილი, მოკლედ და მათ შორის თუ რა გავლენას ახდენს დღევანდელობა ჩვენზე ის რაც ხდება ჩვენს გარშემო. შენ წლების განმავლობაში იყავი ქართული ეკრანის ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული სახე, მაგრამ მე მინდა კითხო, რაზე იდგა შენი პოპულარობა? იცი რა, თავიდანვე როცა გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა არაპოლიტიკური გადაცემა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, იმიტომ რომ მე ვარ 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლი. და მაშინ, როცა ამ ყველაფერმა გადაიარა და მივხვდი, რომ პროფესიაში უნდა დაუბრუნებულიყავი, ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს აღარ გავაკეთებდი პოლიტიკურ სიუჟეტებს და პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში აღარასდროს აღარ ვიქნებოდი, იმიტომ რომ ასეთ დროს ძალიან ხშირად ხდები სხვისი ბრმა იარაღი. და მე მაშინ მართლა მჯეროდა იმისი, რასაც ვაკეთებდი და მე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ბრმა იარაღი ვიყავი. და მოვიფიქრე პროფილი. მე ზოგადად მიყვარს ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, გაუკვალავ თოვლში სიარული და ეს რა დროა ვიკა, იცი რომ მხოლოდ პოლიტიკური თოქ-შოუებია ეთერში და მხოლოდ ინგა გრიგოლია რეაქცია ეთერში ყველაზე პოპულარული. ანუ ჯერ კიდე წარმოუდგენელია, რომ პირად თემებზე საქართველოში აი ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავია, გააკეთო დიდი შოუ, როგორც ოპერა აკეთებს მაგალითად. მაგრამ ჩვენ ამაში მე სოციალური სიუჟეტების ჟურნალისტი და რეპორტიორი ვიყავი კურიერშიც და დროებაშიც. შესაბამისად ამის დიდი გამოცდილება მქონდა და არ მინდოდა რომ მხოლოდ პირადი ყოფილიყო და სოციალური თემებიც გაურიეთ. შენ მკითხე პოპულარობა იყო თუ არა თვითმიზანი. ჩვენ მაყურებლის რაოდენობით გვაფასებენ გადაცემას, რომელსაც არავინ არ უყურებს და უყურებს მხოლოდ დედა ან ნათესავი, ეს გადაცემა არ არის. ეხლა ძალიან შორეულ დროზე ვლაპარაკობ და რა თქმა უნდა მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოგვეზიდა, მაგრამ ქუჩაში მოძრაობას თუ გავაჩერებდით, არ გვეკონა. მაგრამ ასე გამოვიდა. პროფილი როგორ გაჩნდა შენს ცხოვრებაში? იცი რა, რომ არ ყოფილიყავი. იმიტომ რომ შეიძლება ბევრს ქონდა ეს იდეა, ბევრს ქონდა ოცნება, რომ გაეკეთებინა ასეთი მეგა შოუ, შეიძლება ითქვას, ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლოა ეს არ იყო დიდი მასშტაბის. ჩვენი შორეულ დროზე ხო? დიდი მასშტაბის იყო, მახსოვს პირველად რომ გამოჩდი უზარმაზარ ტელესტუდიაში. ეხლა ვფიქრობ, მართლა ასეთი დიდი იყო ის სტუდია, ეხლა ეგეთი დიდი არ იყო, უფრო დიდი სტუდიებიც გქონია. უნდა იგრძნო მაყურებელი, ძალიან დამეხმარა ჩემი რეპორტიორული წარსული. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ნებისმიერი თოქ-შოუ არა აქვს მნიშვნელობა, გასართობი იქნება
თუ პოლიტიკურზე საერთოდ ვლაპარაკობ, უნდა გააკეთოს ყოფილმა რეპორტიორმა, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის. მაყურებელი უნდა იგრძნო. ძალიან ხშირად საკუთარი თავი და საკუთარი რეპუტაცია დამიზარალებია მეტი მაყურებლის მოყვანის ხარჯზე. დამიზარალებია და მე მქონდა შემთხვევები, რომ თავი მიმართლებია, რომ იცით რა, მე ამ მუსიკას არ უსმენ მაგალითად და მე ესეთი ეს ძალიან საინტერესოა, მინდა ამაზეც ვისაუბროთ. მაგრამ ალბათ ასეთი დავიბადე, ანუ მქონდა მიზანი, რომ ყოფილიყავი პირველი. ჯერ ტელევიზიაში პირველი რეიტინგით, მერე კონკურენტებთან, უკვე გამოჩნდნენ კონკურენტები, მათთან პირველი და მერე ნანუკა ჟორჟოლიანი და რომ არ ყოფილიყო ნანუკა პროფილი არასდროს არ იქნებოდა პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ესე კეფაზთან გრძნობდი მის სუნთქვას და ასეთი კონკურენცია არც მანამდე ყოფილა, ოფიციალურად მტრები ვიყავით. არც მანამდე ყოფილა და ახლა როცა ტელევიზია უკვე თავის დაისშია, ალბათ აღარც იქნება, ძალიან აზარტული იყო მასთან კონკურენცია, ძალიან მძიმეც, მაგრამ ჩვენი პირველობა, რომელიც ამდენ ხანს გაგრძელდა, მისი დამსახურებაც მოგცა სტიმული ბრძოლის. ანუ ან პირველი უნდა ყოფილიყავი, ან სხვა ალტერნატივა არ მქონდა, მე თვითონ ვარ ასეთი ტიპი. საინტერესოა, ალბათ ბევრს საინტერესებს ამ ყველაფრის მიღმა რა ურთიერთობა ქონდა ჩვენთან. მაშინ მქონდა ძალიან ცივილური ურთიერთობა. მართლა. ცივილური ურთიერთობით რო დაიწყე, ნიშნავს, რომ მე და ნანუკა ძალიან დიდი რაღაცა ტიპის მტრობაც. რაღაცა ტიპის არა მტრობა იყო. მე და ნანუკა 18 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ანუ მე როცა 17 წლის მივედი ალიონში 2-3 წლის შემდეგ გამოჩნდა ნანუკაც. სულ პატარა იყო, ბავშვები ვიყავით. მაშინ უბრალოდ უაზროდ მალე რომ გავიზარდეთ, იმიტომ რომ ორივე ქორწინებაში ვიყავით და შვილები გვყავდა, მაგრამ არის ცნობილი ფოტო, სადაც ძალიან პატარები ვართ და იქ ვართ, ნანუკაზე 2-3 წლით დიდი ვარ, მე ვარ ალბათ 20 წლის და ნანუკა არის 17-ის თუ 18-ის ბავშვები ვართ. მე კურიერშიც ერთად მუშაობდით და იმ მომენტში ანუ საზოგადოების თვალწინ, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან ცივილური ურთიერთობა, მაგრამ იმდენი სიმწარე მახსოვს. აი, ზოგიერთი ისეთი მწარეა, რომ არ მეცინება. მართლა. ხო, მაგრამ შეგიძლია მითხრა. არა, უთქმელი არ ითქმება. და წლები რო გავიდა, თითქმის ალბათ უკვე 10 წელია გასული. ამ 1 წლის წინ მასთან პირველად ვიყავი ჩემი პაუზის შემდეგ ინტერვიუში და დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ მივხვდი თქო, რომ მასზე ახლობელი ძალიან ცოტა ადამიანი მყავს თქო, იმიტომ რომ ხო რაღაცნაირ პარალელურ რეჟიმში წავიდა ჩვენი ცხოვრება და რაღაც ძალიან არ ვგევართ ერთმანეთს. მაგრამ თვითონ ამბობს, რომ ჩვენ კარმული ურთიერთობა გვაქვს. თუმცა ეხლა ისევ რო ჩაგვაყენა იგივე რეჟიმში, ზუსტად ისეთი მძაფრი მტრული კონკურენცია გვექნება. თუმცა ნახე პროფილი აღარ არის და არის ნანუკას შოუ, რატო როგორ ფიქრობ? იცი რა, ნანუკას შოუ პროფილის დროს აბსოლუტურად სხვანაირი გადაცემა იყო. ეხლა უფრო რეპორტაჟის სტილის არის. ძალიან სხვაფერდა და რეპორტაჟის სტილის. შენ არ მოგინდა ასე გეკნა? არა, მე არ მომინდა. მე ვთვლი, რომ პიკზე უნდა წახვიდე. და სულ მეშინოდა, რომ ეს დრო არ გამომპარვოდა. დროზე უნდა წახვიდე, მე ასე ვფიქრობ. უბრალოდ თავისით გამოვიდა, რომ მე ტელევიზიიდან წამოსვლა მომიწია და ეხლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მიუხედავად აი ძალიან რთული წლებისა, იმიტომ რომ ტელევიზია ჩემი დნმ-ია და მე ამ ყველაფრის შექმნა მიყვარს და არა წაყვანა, მაია ასათიანი წამყვანი, მაია ასათიანი პროდიუსერის დაქირავებული თანამშრომელი იყო, მიუხედავად ყველაფრისა
როცა ვთვლი რომ გამიმართლა და კიდე კარგია ესე დავაგდა კარტები და მე ვთქვი ნახვამდის. ამას აგიხსნი რატო? იმიტომ რომ ასეთი ტიპის გადაცემების დრო არის დასრულებული. აი ეს მინდოდა ზუსტად მეკითხა, რატომ არ იქნება დღეს პროფილი პოპულარული? აი ხა რომ გააკეთო პროფილი ისეთი როგორცაც აკეთე. რატომ? პირველი ის რომ ჩვენ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ძალიან ხშირად ვატარებდით, ხოლმე ძალიან პროფესიულ დონეზე. და რა მოკლა ეს ინტერესი? ინტერნეტმა. იცი რა დროა ახლა თავის დროზე რადიო გადაცემები რომ თელეზოში რომ გააკეთე იქნება პოპულარული. თელეზოს კრიბავდა და მე უცებ გამოჩნდა ტელევიზია და რადიო მოკვდა და დარჩა მხოლოდ მანქანებში. ტელევიზიას ახლა ეს დრო უდგას მთელ მსოფლიოში. და აი ფიქრობდი რომ აი სადღაც 15-20 წლის შემდეგ საქართველოში ეს დრო დადგებოდა, როცა ტელევიზორი იქნებოდა საჭირო მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებისთვის, დიდი მიტინგების გაშუქებისთვის, დიდი საფეხბურთო მატჩებისთვის, ოლიმპიადის სანახავად და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ინტერნეტით შენ შეგიძლია ინფორმაციაც მიიღო, რა არის ტელევიზიის მთავარი ფუნქცია, გართობა და ინფორმაციის მიღება. ორივე შეგიძლია ახლა გააკეთო ინტერნეტით. და ყველა გამოკითხვაში ეხლაც ანუ რომ გააჩერა ქუჩაში ნებისმიერი ახალგაზრდა და კითხო უყურებს თუ არა ტელევიზორს, ის გეტყვის არა. ვინ უყურებს ოჯახიდან გადაცემას, ის გეტყვის ბებიაჩემი, დედასაც კი არ გეტყვის. სატელევიზიო მაყურებელი დაბერდა. ის დრო აღარასდროს უკან აღარ დაბრუნდება, როცა პროფილი ქუჩაში მოძრაობას აჩერებდა, იმიტომ რომ ეს იყო გართობის, ჭორაობის, ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო იმ დროს. ინსტაგრამის ეპოქაში ძალიან ხშირად მithქვამს, როცა მე შემიძლია ვნახო, როგორ მოიტეხა დევიდ ბექემმა ხელი და მე როგორ გავიდა თავის ბოსტანში და როგორ დაკრიფა იქ კიტრები და ვიქტორია ბექემი ამაზე როგორ ეჩხუბა. ასეთი ტიპის გადაცემების დრო დამთავრებულია. ასე რომ არ იყოს, არ წავიდოდა თავისი შოუდან ელენი და არ წავიდოდა თავის შოუდან ამ საქმის დედოფალი ოპრა. ეს ეტაპი საქართველოში დადგებოდა ადრე თუ გვიან. უბრალოდ ხელისუფლებამ ის რაც უნდა მომხდარიყო 15-20 წელიწადში მოახდინა რამდენიმე თვეში, იმიტომ რომ ახლა ჟურნალისტის სახლიდან რო გადის, არ იცის ჯამრთელი დაბრუნდება თუ არა, უკან ტელევიზიები ვანდაპუნტით იხურება და პროფესია ჟურნალისტი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროფესია. ნანოფ ეს პროფესია რო შეერჩი. რას ამბობ, ეს ჩემი დნმ-ია. ეს პროფესია ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე. ახლა თავიდან რო იწყებდა აუცილებლად ისე დავიწყებდი. ნივთებით შესაბამისი მოგიყევი. მე ხო ტელევიზიაში გამიმართლა და ისე მოვხვდი ტელევიზიაში. მართლა. კონკურსში გამიმარჯვე, ამას აღარ მოვყვები 15 წლის ვიყავი და მე გაჩვენებ ერთ ნივთს და მიხვდები. მთელი საქართველოს მასშტაბით ახალ დამოუკიდებელ საქართველოში ტარდებოდა კონკურსი და აი იმ კონკურსში გავიმარჯვე, მაგრამ იქ გაიმარჯვა ჩემ გარდა კიდევ 20 კაცმა და მე დავრჩი. ეს არის ჩემი დნმ და არასდროს არ ვიქნები, ჩემ თავს ვეკითხებოდი, ვინ ვარ ახლა, ბიზნესმენი ვარ, არ მიყვარს ბიზნესვუმენი. ბიზნესმენი ვარ თუ ყოფილი ჟურნალისტი. ყოფილი ჟურნალისტები, როგორც ყოფილი სუსის აგენტები არ არსებობენ. იმიტომ რომ დღემდე ჩემ ახალ წამოწყებას, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს, ვაკეთებ როგორც ჟურნალისტი. მაყურებლის მოზიდვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის, რომ მიგიღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ იყო მოსაწონი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში არაერთი საჩივარი იყო. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამით. რომ სერჩავდი შენ შესახებ, აღმოვაჩინე, რომ ანა სუბელიანსაც კი უჩივია. მართლა? ხო, აი შენ არ გახსოვს, მე არც ვიცოდი და არაერთი საჩივარი ყოფილა. ახლანდელი გადმოსახედიდან რა სიტყოდი ამ საჩივრებზე? იცი რა, არასამთავრობო სექტორი თავისი დამოკიდებულებით ძალიან დაგვეხმარა. მართლა გულახდილად ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ, ანუ ჩემმა თაობამ, როცა დაიწყო მოღვაწეობა ტელევიზიაში, ეს იყო საბჭოთა ტელევიზიის გაგრძელება.
სოციალურ თემებზე ჩვენ როგორ უნდა გვემუშავა ეთიკურად, უბრალოდ არ ვიცოდით. არ არსებობდა არანაირი ბაზა თუ საკითხავი, რო გწოდნოდა შეიძლება თუ არა ეს და შეიძლება თუ არა სხვა და თან ეს პერიოდია, როცა იწყებთ, აი მაგალითად მინახავს გადაცემა, უნდა იყოს თუ არა ქალიშვილი, გოგო, მთელი დებატები ყოფილა. ძალიან აქტუალური იყო, ძალიან აქტუალური იყო მაშინ და ფიქრობთ. არ არის წარმოუდგენელი, ეს არის ალბათ 1-12 წლის წინანდელი გადაცემა და რომ ხვდები ხოლმე და დავდივარ სოფელ, მართლა გულწრფელად. ეს ისევ აქტუალური თემაა, ვიკა, ანუ არასდროს არ შეხედო რაღაცა თემას მხოლოდ შენი სოციუმით. ანუ საქართველო დიდია და მრავალფეროვანი. ეს თემა, რომელიც უნდა გაკეთდეს, რომელზეც უნდა იმუშაოს, ხო? მედია? ეხა მედია ისეთი წნეხის ქვეშ არის, რა დროს ეს არის? პოდკასტი შეიძლება. მაგრამ მედიას ეხა უდგას გადარჩენის დღეები და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის ყურება. დილა რო თენდება, მეშინია ტელეფონის გახსნის. ჯერ სადღაც 3 წელი საერთოდ ვერ ვთავდი ტელევიზორს. ძალიან მიმძიმდა ტელევიზორის ყურება. რუსთავიორისთვის დღემდე არ მიყურებია. არ შემილია იმის ნახვა, რაც იქ ხდება. ბაკურაძე. ხო, მე ვარ შენი თაყვანის მცემელი, შენი პერსონაჟის, ქალბატონი მანანასი, ქმარი რო ყავს ნუგზარი და დღეს მინდოდა მე საყვედურა, რომ რატო არ აკეთებ ამ ქალბატონი მანანას სკეჩს ხშირად თქო და აი დღეს რომ მოვდიოდი, დღეს დამახვედრე და კარგ ხასიათზეც დამაყენე. ძალიან კარგი. აი რო დაუბრუნდათ ამ საჩივრებს, მტკივნეულად აღიქვამდი ამ საჩივრებს და დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სამართლიანი იყო. რაღაცები სამართლიანი იყო. იმიტომ რომ აი 2001 2-3 აი 2010 წლამდე როცა რეპორტიორი ვიყავი 2008 წლამდე აი ისეთი დარღვევებით ვმუშაობდით აი გახსოვთ ან ვინმეს ახსოვს თუ არა ის პერიოდი როცა კურიერი პანაშვიძე შედიოდა სისხლიან ცხედარს ყელგამოჭრილ ადამიანს აჩვენებდა ანუ ჩვენ არ ვიცოდით როგორ გვემუშავა არ ვიცოდით სანამ ვინმე არ გითხრა რომ ეს არის სწორი და ეს არის არასწორი და მიუხედავად იმისა რომ რუსთავიორი მაშინ ქარტიის წევრი არ იყო ზოგიერთი საჩივარი იყო სამართლიანი და მე ამას მე ვითვალისწინებდი. ყველას არ შეუძლია ამის აღიარება, არა, მე ეს ძალიან გამომადგა. ძალიან გამომადგა. ზოგიერთი საჩივარი ცოტა არაადეკვატურიც იყო, მაგალითად, აი, ჩემი საყვარელი საჩივარია, ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც ანუ ვაზავებდი, თქვათ, არ გქონდა მიყოლები, სულ სოციალური გადაცემები, გქონდა მძიმე სოციალური, გქონდა დაკარგულები, რომელიც ჩვენი მთავარი ხაზი იყო, მერე გქონდა გასართობი, მერე გქონდა ყვითელი და ასე შემდეგ. და ერთ-ერთ გასართობ გადაცემაში მithქვამს, რომ დაბალი, მსუქანი, ღიპიანი და ბანჯგვლიანი კაცები არ მომწონს, თქო. და ზუსტად ასეთმა კაცმა მიჩივლა ქარტიაში რომ მე ვარო დაბალი მსუქანი და ღიპიანიო და მაი ასათიანი ეთერიდან მაბულინგებსო და ნუ დღესაც ასე ვფიქრობ რომ არ მომწონს ხო და მე ვთვლი რომ ეს ახლა სერიოზული ორგანიზაციის საჩივრის თემა არ უნდა იყოს მაგრამ იყო იქ საჩივრები მიუხედავად იმისა რომ არანაირი ვალდებულება არ ქონდა ეს გაგვეთვალისწინებინა არ გაგვეთვალისწინებინა სხდომას დავსწრებოდით თუ არ დავსწრებოდით პროფესიულად ძალიან გამომაწრთო ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ეს ძალიან საჭირო იყო მაია მაგრამ ქონდა თუმცა დღემდე ვთვლი რომ სიძულვილის ენა სწორი არ არის და ჩემს მიმართ იყო სიძულვილის ენა და აი ამას ახლა პირველად ვიტყვი როცა ჩემი უფლებები ირღვეოდა უფლებადამცველები მე არ მიცავდნენ და ეს არ იყო სწორი, მაგრამ ეს უკვე ისეთი წვერებიანი ამბავია და ეხლა ისეთი რაღაცები ხდება მედიაში, რომ რა მოსატანია ეხლა დღევანდელ ამბებთან. და წითელი ხაზი თუ ქონდა, შეგვიძლია მაგალითად გითხრა, რაზე თქვი უარი რეიტინგის ხარჯზე. ერთი ძალიან რუსეთუმე ადამიანს უნდა და ჩვენი სტუმრობა. და კატეგორიული უარი ვთქვი, თუმცა სუპერ რეიტინგული გადაცემა გამოვიდოდა. სუპერ რეიტინგული გამოვიდოდა. ეს არის შენ წითელი ხაზი? მარტო ეს არ არის.
ხშირად მადანაშაულებდნენ, რომ ვიტყვი ამ სიტყვას, რომ გოიმური გადაცემა იყო. და მაგალითად მოყავს, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ეთერში ეგრეთ წოდებული ფანოღების ჟანრი გააჟღერეს. როგორ გავაკეთეთ ეს? ნიკა მემანიშვილის სიმფონიურ ორკესტრთან, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ცნობილ მომღერლებს თხოვეთ, რომ აი ეს დარიდური სიმღერები ემღერათ და გავაკეთეთ დიდი შოუ. და რეიტინგი ჩაინგრა. ანუ მთელი საქართველოს ჩვენთან ერთად ცეკვავდა. მოგდიოდა აღფრთოვანებული მესიჯები, წერილები, ზარები და ასე შემდეგ. თუმცა ამას მოყვა მე ყოველთვის ესეა დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევს ხოლმე და ანუ ამას მოყვა ძალიან დიდი ბულინგი, რომ რასაკეთებს მაია ასათიანი. თუმცა კოლეგებმა ჩათვალეს, რომ ეს არის რეიტინგის გასაღები და ვინც კი საქართველოში აი ამ ჟანრის სიმღერას ვღერო და ყველა სტუდიაში მიიწვიეს. რაც ჩვენ გადაცემაში არასდროს არ გქონია, რეალური დარიდური არ აჟღერებულა. მაღალი რეიტინგის ნახვის სიამოვნება რას იწვევს? ეს არ ტელევიზიაში უნდა მუშაობდა, ეს როგორი აზარტია 11-ის თვის მოდიოდა. 11-ის ნახევრიდან ყველა ასე იყო და ყველა ასე არის დღემდე. ახლაც ასეა. ხო, 11-ის ნახევრიდან გული უკვე საგულეს არ გაქვს. ანუ ჯერ გაინტერესებს მოიგე თუ არა და მერე გაინტერესებს რამდენით მოიგე. და მერე გაინტერესებს აი ეს გადაცემა, ის წლის ლიდერი გახდება თუ არა. საოცარი ადრენალინია. და პირიქით როცა ხდება? პირიქით იცი რა, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ლოგინში ჩაწოლილ ხარ ამის გამო? რამდენჯერმე წამიგია, ერთხელ მახსოვს, თავს ვერ ვაპატიე, პირველი წაგება იყო და იმედის ვცდილობდა, რომ ჩვენთვის ეჯობნა. და პირველი წაგება იყო სადღაც 2011-12 წელს ფილმმა მოგვიგო და ეს საკუთარ თავს ვერ ვაპატიე და ამ დროს ისეთი კარგი გადაცემა იყო დღემდე მახსოვს აი წარმოიდგინე რამდენი წელი გავიდა იყო სოხუმიდან გასულ ბოლო გემის მგზავრებზე და ეს მგზავრები და მათი შთამომავლები შევკრიბე და წარმოიდგინე იმ ძაღლის პატრონი ვიპოვეთ ყველას გახსოვთ ხო კადრი წყალში რომ იმ ძაღლის პატრონი ვიპოვეთ ძალიან კარგი ჟურნალისტური ნამუშევარი იყო იმიტომაც მოგვიგო ყვითელმა ფილმმა რომ ეს იყო ჟურნალისტური ნამუშევარი ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ ხშირად უარი გითქვამს პროფესიონალურ პროდუქტზე არა, ყველა პროდუქტი პროფესიულად იყო გაკეთებული, ანუ იგივე სიყვითლე. ჯერთი ყველაფერზე არ უნდა წახვიდე. მერე არაკორექტული კითხვებიც კი შეიძლება ისე კორექტულად დასვა, რომ პასუხი მიიღო. მე ძალიან მიყვარს ტეტ-ა-ტეტ ჟანრი. ცალკე ხელოვნება ეს. ადამიანს შეიძლება ნებისმიერი რამე ისე კორექტულად კითხო, რომ ისი გულახდილობა გამოიწვიო. აი მაგალითად უმეცინება ხოლმე რაღაცებს რო უყურებ, მოგვიყევი რა ხდება პირადში, ესე პირდაპირ აჯახებენ ხოლმე. ანუ ასე არავინ ნელ-ნელა უნდა შეაპარო. აი ხო ვეცდები მეც ნელ-ნელა ნელ-ნელა უნდა მიხვიდე იმ თემამდე, რაც გაინტერესებს და შეიძლება უნდა გახსნა ადამიანი, ანუ აი როგორც ტანგოს ცეკვის დროს უნდა იგრძნო რესპონდენტი და უნდა გახსნა. ამ დროს ერთნი უნდა იყოთ თქვენ, ანუ ესე პირდაპირ თუ აჯახე, რაშვები როგორ ახარ, ხო ის გიპასუხებს, რა ვიცი ვარ და დამთავრდება ინტერვიუ. და შენ ხშირად იყავი პროვოკაციულიც, ასე ვთქვათ. ვიყავი. ეს შენი სტილი აი რას გულისხმობ ეს შენი ორგანული მდგომარეობა იყო სტუმრების მოყვანასთან დაკავშირებით რაღაცა ხმაურიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით რომელიც წეღან ახსენე თუნდაც რაღაც სიახლეების შემოტანა შენს გადაცემაში 15 წელი იყო ბაზარზე ნიშნავს რომ მაყურებელს რაღაც სიახლეები სულ უნდა შესთავაზო თუმცა ეს შენი ხასიათია იყო პროვოკაციული თუ ეს ჭირდება გადაცემას არა პროვოკაციული არ ვარ და ბევრი პროვოკაციაც არ გქონია იმ გადაცემას დავარქვი პროვოკაცია, იმიტომ რომ მართლა პროვოკაცია იყო. რომელს გადაცემას? აი, სადაც ორკესტრი უკრავდა ფანოღების, გაორკესტრებული ფანოღების, სადაც გქონდა ხშირად არ წავსულვარ პროვოკაციაზე. ვერ ვიხსენებ. ეგრეთ წოდებული ყვითელი ადამიანები ხშირად მყავდა და ამასაც ხშირად ნაკლად მithვლიდნენ.
რომელი იყო მაინც ინტერვიუ, რომელიც შენი აზრით განსაკუთრებულად კარგად გამოგივიდა? არ გულისხმობ ყველაზე რეიტინგულ ინტერვიუს? იცი რა, ეხლა ესე 15 წლის მანძილზე ჩაწერილი ინტერვიუებიდან ყველას ვერ გავიხსენებ, ძალიან გულახდილი ვიქნები. მაგრამ ზვიად ციკოლიასთან ვთვლი, რომ კარგი ინტერვიუ მქონდა, გულახდილი, რომელსაც დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ბოლო პერიოდში ხშირად გქონდა გულახდილი ინტერვიუები, მაგრამ ყველაზე რთული იყო ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობა. ტრავმულ ადამიანებთან მუშაობა და ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ამ თემების გაშუქება დაიწყო. ხა წარმოიდგინე 2008 წელს, როცა გვინდოდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია გვეხმარებოდა სხვათა შორის, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი მოგვეყვანა სტუმრად, ძალიან გაგვიჭირდა ინტერვიუზე დათანხმება, არ ვიცი, ალბათ 1-20-მდე ადამიანს ვესაუბრე და ძლივს ვიპოვეთ. საოცარი ისტორიები გქონდათ, საერთოდ აი ამის მოძიება ამ ისტორიების. ზურგით უდოდა ყველას დაჯდომა და ზურგით დაჯდომა აი რაღაცა ისეთია, ხო, მაინც შეურაცხმყოფელი. და ამ ინტერვიუს მერე დაიწყო უკვე თვითონ გვეხმიანებოდნენ ასეთი ქალბატონები. ძალიან რთული იყო თავიდან დაკარგულების გაკეთება, იმიტომ რომ თუ გახსოვთ, არ ვიცი, იყო ესეთი დრო, როცა სიტყვა აყვანილი და მე მიშვილეს რაღაცა ძალიან თუ ტონად ითვლებოდა ამის აღიარება. აი მყოლია ძალიან მძიმე ბედის ადამიანები, ყველაზე რთული იყო აბსოლუტურად სხვა თემაზე ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი ყავდა სტუმრად, ოჯახური ძალადობის ქმარიცემდა. და აი ამ გულახდილობაში ისე შევედით, თქვათ, მასთან საუბარში შევედი, რომ აღმოჩნდა, რომ პედოფილიის მსხვერპლი იყო ბავშვობაში. ეს ინტერვიუს დროს ხო და ნუ მერე ბუნებრივია ასეთ დროს სტუმარს ყოველთვის ვეკითხებოდით, რა მოვიღოთ და ეს ქალბატონი თვითონ დაგვთანხმდა, რომ ეს გასულიყო ეთერში. არასოდეს მე სტუმრის საზიანოდ არც ერთი ინტერვიუ ეთერში არ გამიშვია. ზოგადად გიზიდავდა ძიმე ისტორიები, ტრაგიკული ისტორიები გიზიდავს, როგორც ჟურნალისტი. შეიძლება რომ ტრაგიკულმა ისტორიებმა მიგიზიდოს. ტრაგიკული ისტორიების გაშუქება, მოდი ასე დავსვამ კითხვას. მოდი ამბავს მოგიყვები. კი ბატონო. დღევანდელ ამბავს უხდება. 2001 წელს მივედი რუსთავი 2-ში. 11 სექტემბრის ამბავი იყო ახალ მომხდარი და ეროსიმ და დვალმა წარმოიდგინე აი იმ ბნელ საქართველოში ჩვენთვის ტრენინგის ჩასატარებლად ჩამოიყვანა CNN-ის მთავარი პროდიუსერი. ვერ წარმოგიდგენია ეს რამხელა რაღაც იყო. მე იმ რუსთავი 2-დან მოვდივარ და ამიტომ მტკივა ეს არხი. და მე ჯერ დამწყები რეპორტიორი ვარ, კითხვის დასმის უფლება არ მაქვს, მაგრამ ორი რამე თქვა ამ კაცმა, რაც დღემდე მახსოვს. ერთი ეს არის პირველი კრიტიკული ტელევიზია. მაშინ ერთ ოთახში ხდებოდა ყველაფერი და სულ 7 ჟურნალისტი აკეთებდა ყველაფერს. და გვითხრა ასეთი რაღაც, რომ თუ ხელისუფლებამ გზა სწორად დააგო, ეს არ არის თქვენი საქმე, იმიტომ რომ ხელისუფლების მოვალეობაა, რომ გზა იყოს სწორად დაგებული. თქვენი საქმეა თუ გზა აიყარა, იმიტომ რომ ხელისუფლებამ თავისი მოვალეობა არ შეასრულა. მე ჩემ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. და ხო, საამაყოც არის ჩემთვის, რომ ძალიან ბევრი თემა, რომელიც ტაბუირებული იყო, ჩვენ გავხსენით იგივე ოჯახური ძალადობა, იგივე პედოფილია, იგივე ჰომოფობია, ახალშობილებით ვაჭრობის კარტელი და ასე შემდეგ. და კიდე მეორე რაღაც გკითხეთ, როგორ იმუშავეთ 11 სექტემბერს. ეს გამოადგებათ, სულ მინდა ეს დრო დადგეს საქართველოში და ალბათ აღარასდროს არ დადგება ნიუსრუმში ეს დრო. და ესეთი რაღაც გითხრა, რომ შევედიო ნიუსრუმშიო და 10 კაცს დავადე ხელიო, შენ და შენო, წახვალთ და დაიძინებთო.
და ჩვენ შოქში ვიყავით, იმიტომ რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობდით და ვკითხეთ, რომ რატო? იმიტომ რომ დღეს ძალიან მძიმე დღე იქნებაო და დღეს მძიმე დღე გამოვლილი ჟურნალისტები ხვალ მუშაობას ვერ შეძლებენ და ხვალმე დასვენებული კადრი მჭირდებაო. სულ მინდოდა რომ ესეთი რაღაცა გამეკეთებინა პროფილში სტაფისთვის, მაგრამ არ იყო იმ ხელა სტაფი რომ მეთქვა რომ აი თქვა თუნდაც წყალდიდობის დროს, ხო? ამას უნდა გაძლეს, CNN-ი უნდა იყო და ბევრი ხალხი უნდა ყავდეს. ახსენე ერთი პატარა სტუდია, 7 ჟურნალისტი, რუსთავიორი ასე დაიწყო და ასე იწყებდა და არსებობს დიდი სტუდიები, ბევრი ჟურნალისტით, კრანებით, დრონებით და ასე შემდეგ. ამას აქვს ახლა მნიშვნელობა ამბის მოყოლის დროს, როგორ ფიქრობ? ხო გითხარი, ტელევიზიის დრო ნელ-ნელა მიდის. როცა ტელევიზორში გიყვებიან რა მშვენიერია ქვეყანა და წყარო რა კარგად ჯუხჯუხებს, ის თავარ ფუნქციას აღარ ასრულებს მისას და თუ გინდა დიდი სტუდიიდან მომიყევი, თავარია სიმართლე მითხრა და არ მითხრა მე როცა ძალიან მიჭირს რო ცხოვრება მშვენიერი. და ნოსტალგია არ გაქვს ტელევიზიის? მოვკალი ეს ნოსტალგია. როგორი? ვიდარდე ძალიან ვიდარდე. და მე ვთქვი, რომ მე ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო ისევ. იმიტომ რომ ჯერ გულუბრყვილად მჯეროდა, განსაკუთრებით როცა ეს ძველი რუსთავიორელები შევიკრიბებოდით ხოლმე, ხშირად ვსაუბრობდით თემაზე, როგორ ბრუნდებით. როგორ იწევა, წარმომედგინა, რომ აი შლაგბაუმი იწევა, მე ბრუნდები, ისევ ჩემ სტუდიაში შევდივარ, სადაც ახლა სხვებიც ეკვავენ და მღერიან. ეს განცდა რომ სახში შემოგივარდნენ, ისეთი ფორმულირება ქონდა. ჩემ სტუდიაში, სადაც სხვებიც ეკვავენ და მღერიან. რატო იცი? ასე ჩვენ პროფესიაში დაუწერელი წესებია კიდე. საავტორო გადაცემის სტუდიას ავტორი თვითონ გეგმავს და აკეთებს, როგორი უნდა იყოს დიზაინერთან ერთად. მაგალითად, ნანუკა როცა წავიდა რუსთავიორიდან, ვერავინ ვერ გაბედა, რომ იქ შესულიყო. იქიდან ნივთიც კი აეღო და თავის სტუდიაში დაერიგა. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი სტუდია ქონდა ძალიან ლამაზი სავარძელი ქონდა, მაგრამ არაბის უფიქრია, რომ ის კადრში დაედგა. ხო, და მე ჩემი კაბინეტიდან ეხა ეს ძალიან სასაცილოა ახლანდელ იმასთან შედარებით, როცა ჟურნალისტებს ძალადობრივად ექცევიან, მაგრამ ჩემი კაბინეტიდან გამოტანილ სავარძლებს და სახლიდან მოტანილ ნივთებს რომ ხედავ ეხა სტუდიებში, ძალიან მტკივა. ჩვენ პროფესიაში არ მოსულა, რომ საავტორო გადაცემის სტუდიაში შეხვიდე და ის არის, მისი სახლია, სხვის სახლში არ უნდა შეხვიდე და თუ შედიხარ. ერთხელ მაინც მოიკითხე. არავის არ მოუკითხე ხარ? ესეც პროფილური ამბავია. კითხულობდა ნანუკა, სხვათა შორის, ჩემი თავარი კონკურენტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი და სულ რაღაც როგორ თქვა, უსამართლობის განცდა მქონდა, იმიტომ რომ საქველმოქმედო მარათონები და არა მხოლოდ მარათონები პროფილში დავიწყეთ. არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც პროფილმა ცხოვრება შეუცვალა, ერთმანეთი აპოვნინა, სადღაც 50-ზე მეტია, ვისაც სახლი ვაჩუქეთ, მოწყობილი და ასობით არის ადამიანი, ვინც პოპულარული პროფილის საშუალებით გახდა, რომლებიც კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ მაინც რეკავდნენ. ტელეფონი ისე ხშირად ხმაურობდა, რომ დაღლილი ვიყავი, უბრალოდ კიდე ერთი მურიგი ახალი სიმღერის მოსმენით. და მე ჩემ თავთან მქონდა კითხვები, რომ თუ გაიარე წინ და ხდება არ არსებობს, თუ ეს არის ცხოვრება, რომ არავის არასდროს განსაკუთრებით მათ, ვისაც რეალურად ცხოვრება შეუცვალეთ, არ მოუკითხივარ, მაია როგორ ხარ? ეს არის მადლიქენი ქვაზედადე? საკუთარ თავში მქონდა პრობლემები. და სულ ახლა ხანს ვიკა, აი ბურძგლავს რა უყვები, როცა ეს საქმე დავიწყე.
ჩვენ ცხოვრებაში გამოჩნდნენ სრულიად უცხო ადამიანები. არასდროს რო არ შევხვდებოდი, არასდროს რო არ გადავეკვეთებოდი, უბრალოდ მე მათი დახმარება დამჭირდა. როცა რა პერიოდია იცი, რომ ჯერ ონლაინ გაყიდვებზე ვართ და უნდა გადავიდე უკვე საცალო ვაჭრობაზე და მჭირდება სტენდების დადგმა. და სრულიად უცხო ადამიანებს ურეკავდი. ჯერ ვარკვევდი, ჩემი ჟურნალისტური მითი მჭირდებოდა მაგალითად ზუგდიდში ყველაზე პოპულარული სალონი, სადაც დაიდგმებოდა ჩემი სტენდი, ან ბათუმში მჭირდებოდა რამდენიმე სალონი, სადაც ჩემი სტენდი დაიდგმებოდა და ასე შემდეგ თბილისში. ადამიანები, რომლებიც არ მიცნობდნენ, ჩემი სტენდები ვიტრინებში დადგეს. სრულიად უანგაროდ ვიკა, მე მათ არ ვიცნობდი. ეს არის რაც დაგხვდა. ეს არის მაყურებელია ეს ხალხი. ეს არის ის რაც წინ დამხვდა. სულ ვეუბნები ხოლმე რომ მე შემიძლია მხოლოდ პიარი გაგიკეთოთ, ვიდეოები გამომიგზავნეთ და ერთ-ერთმა მითხრა რომ მჭირდებაო მეო. ბათუმში ყველაზე პოპულარული მანიკურის სპეციალისტია, დიდი სალონია. არ მჭირდებაო ეს. მე ამას სხვა რამის გამოვაკეთებო. და მივხვდი, რომ წინ დამხვდა ამ ხალხით. ალბათ კარგი განცდა არის და სასწაულო. ძალიან მაგარი განცდა, იმიტომ რომ მე ისევ დავიჯერე, რომ ღმერთმა ხელი დამიქნია აქ ვარო. და საერთოდ არ არის მე მგონი აუცილებელი ბავშვობიდან ან პროფესიიდან მოყვებოდნენ ადამიანები ერთ-ორ დღეში შეიძლება თავზე დაგეცეს კარგი ხარისხიანი მეგობარი ან გულშემატკივარი და უანგარო. მე ამას გადაჩვეული ვიყავი. იმიტომ რომ ადამიანი რაღაცას რომ იკეთებდა, აუცილებლად მე ვიცოდი რომ ეს დამირეკავს და რაღაცას თხოვს. მართლა. ხო, გადაჩვეული ვიყავი უანგაროს იკეთეს და ხო ღმერთმა ხელი დამიქნია. ამ რო ადამიანით, რომელიც უბრალოდ უანგაროდ დამიდგნენ გვერდზე. მართლა. გული ხშირად გიჩუყდება ხოლმე. რაღაცა თითქოს გამჩნევ, როცა საუბრობ ისეთ თემებზე, სადაც არის რაღაცა სიკეთე, ემპათია ადამიანების, რაღაც მეჩვენები რომ სენტიმენტალური ხდები. მეჩვენება თუ როგორც ჟურნალისტი არ ვარ სენტიმენტალური. მართლა. გულქვა ხარ? არა, გულქვა არ ვარ, პრაგმატული ვარ. საქმეში პრაგმატული ვარ. ეს გეხმარება ყველაფერში? ცხოვრებაშიც პრაგმატული ხარ? იმიტომ რომ მე მგონია რომ შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ. იცი, ყველა მეუბნება ამას. მე არ გაჩვენებთ ჩემს სისუსტეებს. ყველა ამას მეუბნება. ალბათ ძალიან რთულია ეს. საკუთარ თავში მოიკლა, არ გამოამჟღავნო, აჩვენო სხვას, რომ ხარ ძლიერი და თუნდაც არ ხარ, ანუ ამას აკეთებ? არა, ამას არ ვაკეთებ. ნუცას მე არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი. მოდი ცოტა შორიდან დავიწყე, პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ შვილმკვდარ ქალს ვიყავი შეხვედრილი. მე მახსოვს სულ შენი ეს ფრაზა, რომ მე არ მინდა, რომ ის აურა, რომელიც აქვს შვილმკვდარ დედას, ეს აურა მოვახვიო სხვებს. ხო, მე არ მინდა, რომ ჩემთან შეხვედრისას პირველი ეს გაახსენდეს ადამიანს. კულტურის მომენტია ჩემი აზრით, რომ როცა სხვებს აჩვენებ თავს საცოდავად, ეს ბევრად უფრო იოლია. მიუხედავად იმისა, რატო ბრაზდები ახლა 33 წელია ტელევიზიაში მუშაობ. და ამას წინათ ნანუკა მეუბნებოდა, რომ ის საერთოდ აღარ მატარდებს ჰეითიო. მეც ესე ვარ. აი რაც არ უნდა დაწერონ ჩემზე, დიდათ აღარ მატარდებს. ერთადერთი ტრიგერი მაქვს, როცა ჩემ გლოვას ეხებიან ნუცასთან დაკავშირებით ამაზე ბრაზდები, იმიტომ რომ მე იმხელა ძალისხმევად დამიჯდა ფეხზე დადგომა. ისე რომ ეს არავის არ დაენახა და ახლაც ბრძოლაში ვარ. თქვენ არ იფიქროთ, რომ დილა რო თენდება, ესეთი ჭრიჭინასავით წამოვხტები ლოგინიდან და ბედნიერი ვარ. არა. ერთ-ერთმა ქალმა მითხრა, ჩემი სტუმარი იყო, 7 წელი იყო გასული მისი შვილის გარდაცვალებიდან და ვკითხე, რომ ეს ოდესმე გაივლის თქო და მითხრა არასოდესო. მართლა არასოდეს არ გადის. მაგრამ ესე ზურგზე გაქვს წამოკიდებული და ამითი ცხოვრობ. ამიტომ გამიჭირდა. სწავლობ
ამით ასე ცხოვრებ. ცხოვრებას? სწავლობ ასე ცხოვრებას. და მე ვისწავლე მე ასე მახსოვს ცხოვრება. ერთი შენი ვიდეო, რომელიც იყო ძალიან ემოციური ჩემთვის და შენ ეუბნები ხალხს, რომ აი რაღაცნაირად მოთხოვნა შენს მიმართ, რომ იგლოვე, აი რაღაცა დაკვეთა, რომ უნდა იგლოვო, აი ეს დაკვეთა იყო თითქოს კომენტარებში და შენ უპასუხე მათ ძალიან ემოციურად. თვლი რომ ეს ვიდეო დავდე, იმიტომ რომ მაყურებელს ჩემი ცრემლი ვანახე. და რა მოხდა თუ ანახე შენი ცრემლი მაყურებელს? ეს ხო შენ ხარ? ძალიან ინტიმური პროცესია მართლა? ეს და არ არის საჭირო ვინმე მნახოს. მე ტიპი ვარ ეგეთი, არ არის საჭირო ვიღაცამ სუსტი მნახოს. საჯაროდ ტირელი შენთვის უკულტურობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გადაცემაში ხშირად ტიროდან, მე ტიპი ვარ ასეთი, რომ ჩემ გაჭირებას თავზე არ მოგახვევ. ან ისე საინტერესოდ მოგიყვები, რომ შენ ვერ მიხვდე ვერაფერს ბძიმეს. და ნუცას მერე 39 წლის ვიყავი, ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ უნდა გადავრჩენილიყავი სარიელ კედლებში რო ბრუნდები, ან უნდა მოკვდე, ან უნდა გადარჩე. ამას ვერ გპატიობს საზოგადოება, გადარჩენას. ჩვენ ეგ ხალხი ვართ. ყველაზე საპატივცემულო ქალად ისითვლება, ვინც 40 წელი ქმარი იგლოვა და არა ის, ვინც 2-3 წელიწადში გათხოვდა. ასეთები ვართ. ჩვენ არ გვაქვს ტრადიცია ჭირისუფლის საზოგადოებაში რეაბილიტაციის. მე არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მოსთხოვა ადამიანს გლოვა. ანუ რაღაცნაირად მოსთხოვა გლოვა საჯაროდ. თორე ვიკა ვინც მე მიცნობს და არ მიცნობს ეკრანზეც ასე. მე ძალიან მიყვარს შავი ფერი. ეთერშიც ხშირად მეცვა და აგერ შენთანაც არც დავფიქრებულ არ შავი მაისურით მოვედი. რაღაც მომენტში მივხვდი რომ ეკრანზე სულ შავით ყოფნა არ შეიძლება, იმიტომ რომ მაყურებელმა არ უნდა იგრძნოს, ხან გასართობი გადაცემა უნდა გააკეთო და ხან ძალიან გასართობი უნდა გააკეთო. მე რა რომ შენ ეს ტრაგედია გაქვს უკან. და გავიხადა შავები. შავი კაბა გავიხადა და ჩავიცი ფერადი. მახსოვს წითელი კაბა იყო. ეს ხდება, თუმცა გარდაიცვალა თებერვალში, ეს ხდება სადღაც ოქტომბერში. და ჩემ კარადაში აიხარო შეიხედო სულ შავი ტანსაცმელი კედია. მიყვარს შავი ფერი, ძველი ქართველი ქალი. ისეთი ამბავი ატყდა 21 საუკუნის ქართველები სერიოზულად განიხილავდნენ, რატომ აცვია წითელი და ამას წინათ ერთმა ქალმა მომწერა, რომ შენ მდგომარეობაშიო ქალებიო სახლში იკეტებიანო და შენ კიდეო სურავო წიგნი დაწერეო სიტყვით ვიმეორებ და ახალი კრემების გამოშვება დაიწყე. არ გრცხვედიაო. ხო და აღარც გავბრაზდი. რა უნდა ქნა? როგორ გაბედე ახალი კრემები. ანუ იმას უნდა რომ სახლში იყო და თან წიგნიც დაწერე. და აი რაღაცა სახლში, იმას უნდა რომ სახლში ჯაკეტილები იყო. არის ეს ხალხი როგორ ფიქრობ? არიან დადიან გარშემო, ჩვენ გარშემო ცხოვრობენ. ეს პროფესია ხო მე ავირჩიე, ვიკა, ანუ ძალიან ბევრი ვიშრომე რომ ამ გზაზე მოვსულიყავი და ეხლა წუწუნი რომ დავიწყო რომ რატო ვარ საჯარო ფიგურა ძალიან დასაცინე. ხო, ეხლა უნდა მეფიქრე, ეს ჩემი მეორე ტვირთია, საჯაროობა, რომელიც მე არ მიყვარს. იმიტომ რომ პროფესია ინტროვერტი გამხადა, მაგრამ ეს ჩემი მეორე ტვირთია, რომელსაც ასევე დავატარებ და ვიცი რომ უნდა განვიხილონ. აი ზოგადად ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შემდეგ ამაზე ხშირად გისაუბრია სხვა ფაზებს გადიან, ხო? ოჯახის წევრები, ახლობლები, ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, სასოწარკვეთა ბრაზი, მეტგაცრუება, გაუგებრობა, გაუცხოება, ეხლა და შეგუებაც და სწავლა ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება. ეხლა რა ფაზაა ეს? მაია, ეხლა რა ფაზაში ხარ? წარმოიდგინე 8 წელი გავიდა და ეხლა დავიწყე ტირილი. აი მაგალითად ამას წინათ ნუცა დამესიზმრა და რო გავიღვიძე ვიტირე. იმიტომ გაღვიძება არ მინდოდა. ეს ფაზა მაქვს ახლა. იმდენად ვცდილობდი გადარჩენას, უბრალოდ ფიზიკურად, მენტალურად გადარჩენას.
ალბათ თავს ტირილის უფლებასაც არ ვაძლევდი. ძალიან დამეხმარა სამსახური ჩემს რეაბილიტაციაში, იმიტომ რომ 10 დღეში სამსახურში გავედი. და იქ იმდენი საქმე გაქვს. ისეთი დაკავებული ხარ, იმდენი დრომი აქვს ამ ყველაფერს, რომ რეალურად რუსთავიორმა მე გადამარჩინა. და ამიტომ განვიცადე ასე ძალიან რუსთავიორის, არა სხვა ტელევიზიის, რუსთავიორის გარეშე ცხოვრება. ამიტომ განვიცადე, რომ იქ ჩემ სტუდიაში ვიღაცები ცეკვავენ, მღერიან, რომლებიც ჩემთან სტუმრად მოდიოდნენ 100-ჯერ, მილიონჯერ, რომლებიც მიცნობენ, რომლებმაც იციან ვინ ვარ და ერთი მესიჯი არ მოუწერიათ. რო შედიხარ იქ, ხო ხვდები, რომ ეს მაია სტუდიაა, ახლობელი რო გქვია. ჩემი გულის გული რო ხარ, ასე რომ მეფიცები სიყვარულს. ერთი მესიჯი მაინც მოიწერე. ეს ის ხალხია, ვინც ეხლაც მუშაობს რუსთავიაში. მე ვამბობ სტუმრებზე, სტუმრებზე ვამბობ, შოუ ბიზნესზე ვამბობ. თორე რუსთავიაში დარჩენილია ღირსეული ხალხი, დარჩენილია ღირსეული ხალხი, რომლებსაც ახსოვთ აი ეს ძველი სკოლა და რომლებმაც იციან რას ნიშნავს ტელევიზიის გარეშე ყოფნა, ტელევიზიონში კისთვის ასე ვიტყვი. რა გავლენას ახდენს პოლიტიკა ჩვენს ყოველდღიურობაზე? ეს მართლა საინტერესო არის, მოვისმინო შენგან. როგორ რეაგირებ შენ აი ამ ყველაფერზე, რაშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ? მე არასოდეს ყოფილვარ სასოწარკვეთილი ადამიანი. ყოველთვის ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე. სასოწარკვეთილი არასდროს ყოფილვარ. ყოველთვის ვეძებდი გამოსავალს. კარი დაგიკეტეს, ფანჯრიდან შედიხარ, ფანჯარა დაგიკეტეს, ღრიჭოს პოულობ და იქიდან შედიხარ. და მეშინია ამის აღიარების და სასოწარკვეთამ შემომიტია. და ვატყობ ხალხს შიშს. და ხალხი თან ხშირად ისმის ხოლმე ხალხო ამოიღეთ ხმა და ხალხი ჩუმად არის. და მე მათ თვალებში ეხა ხშირად დავდივარ რეგიონებში და ხშირად ვეკონტაქტები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და მათ თვალებში შიში გაჩნდა. ასეთივე შიში იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ბოლო წლებში და იგივე შიში დაბრუნდა. და ეს სასოწარკვეთაში მაგდებს. და ის რომ პროფესიული სიკვდილი განვიცადე, ამაზე მეტი რა ვთქვა. ჩემი ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე, ხო, რომ ჩვენ პროფესიულად მოვკვდით. მაიკო, ეხლა ისეთ თემებს შევეხეთ, რომ არ შემიძლია ჩემი სტრეს როლერი რო ამოვიღო. შეგონია რა ხარ როლერი რამეს მისავს. აუცილებლად, მაიკო. კარგი, მე ჩემს აჩუქარს ამოვიღებ მაშინ. ეს არის, წარმოიდგინე, აცაბია, აცაბია. მიშველის. აბა რა, სხვათა შორის არის. ევროკავშირში შეგვიყვანს. ფრანგულია. ფრანგული არის, პრემიუმ ხარისხის ბრენდი არის. იმდენჯერ ვახსენეთ სიტყვა სასოწარკვეთა, რომ ეს ჩემი ჯადოსნური. რა უნდა გავაკეთო მაჩვენე? უნდა შეხსნა ესე. აი, მასაჟის კაბინეტში. აღმოჩნდება ეგრევე. მხოლოდ უნდა ვუკნასო. აბა, ნახე, მოდი, აქვს ესეთი როლერი არის. ხო. სტრესის შფოთვის მომხსნელი როლერი არის, როცა თავს არ ვიქცნობ მაინც და მაინც სტაბილურად. საჭირო რამე ყოფილა. აი ესე. მაჯაზე, ისერზე. კარგი ბატონო. დიდი საყურები და საფეთქლებს. მაშინ რამე საშინელება პოლიტიკურ ნიუს რო წავიკითხა. უცებ დააძრობ ამ სტრეს როლერს და ეგრევე დაიწყებ შეზელვას. 10ჯერ უნდა შეიყნოსო ეს ეთერზეთები, რომელიც არის, ანუ 12 ეთერზეთია, რაღაცა პორტოხალი, სალბი, სანდალის ხე, გვირილა და ასე და ასე შემდეგ. მაგრამ აუცილებლად დედაჩემ მეუბნებოდა, რომ მე ვარ ძალიან აფექტური რა და ხო? ძალიან უცებ შეიძლება დავიშალო მარტივ მომრავლებად, როცა გაბრაზებული ვარ და დედაჩემ სულ მეუბნებოდა, რომ 10-მდე დაითვალე, ვიკა სანამ რამეს იტყვი, სანამ რამეს იზამ და 10-მდე ვითვლე და ყნოსა აი ამ ეთერზე. გამატანე. აუცილებლად და შევიზილავ. იმიტომ რომ მოკლედ
ძალიან კაი რამეა. აუცილებლად შევიზილა. ვიღოთ აი გულწრფელი ვარ, იმიტომ კი არა რომ ეს თქვა შეიძლება რეკლამის ნაწილი იყოს. არა, ძალიან კარგი რამეა და აქვე რა თქმა უნდა ვთქვათ რომ ეს ყველაფერი PSP-ში იყიდება. და მადლობა PSP-ს. ზონავს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტაბილურობა ემოციური და იმდენჯერ ვთქვით სიტყვა სასოწარკვე და ერთი უნდა დაგირეკო ერთ კვირაში და უნდა გკითხო იქნებ ცოტა მოგეხსნა და აი ამ ჯადოსნური ფლაკონის შემდეგ იქნებ სხვანაირად შეხედო სამყაროს არის პრემიუმ ხაზი და ზოგადად ეს Food Essentials სხვადასხვა პროდუქცია არის მათი მთავარი ხაზი არის ზუსტად აი ამ ნერვულ სისტემაზე და გაჯანსაღება ნერვული სისტემის და რაც ყველაზე მთავარია ყველაფერი არის ბუნებრივი ეთერზეთებით. ხო, სულ ძალიან მომეწონა. და თუ აი ამ ყველაფრის ფონზე როლერი მიშველის ძეგლს დაგითქა. აი ეს ხმარავდეს აღიზიანებს მითხარით და ძალიან მიყვარს საფული და ვერ ვიტან წერებს და კოღოებს ყველაფერი მემკაბელს ამიტომ ყველას უყვარს ჩემთან ერთად სამოგზაუროთ სიარული იმიტომ რომ არავის არ ეკარება ყველაფერი მემკაბელს პატარა რო ვიყავი იმდენ რამის მისვამდა ხოლმე ტანზე რო კოღოს არ ეკბინა ჩემთვის კოღოებთან ერთად ადამიანებიც გარბოდნენ და რანაირი სუნი ქონდა მყარდი პრაქტიკულად ცუდად ხდებოდა მართლა გეუბნები აი ვერ ხვდები რა აზრი აქვს ეს წამლის წასმას რომელიც კოღოსაც მოკლავს და ადამიანსაც რაღაცა წებოვნება ზაფხულში ისედაც დისკომფორტია ცხელა და კიდე რაღაცას რო იზილავ და იწებები ხო და Food Essentials ჯადოქრებმა მოიგონეს აი ასეთი სპრეი ისეთი კაი სუნი აქვს leaves კოღოს საწინააღმდეგო და საერთოდ მწერების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც კოღოებს აფრთხობს და ჩვენ ღებულობთ სიამოვნებას ამ არომატისგან. 100% ბუნებრივი ეთერზეთებია. პიტნა, ლავანდა, ჩაის ხე, ციტრონელა და სხვა სურნელოვანი, რაღაცნაირი ციტრონელა. ესედაც გამოდგება რა. არ შეიცავს ქიმიას. წებოვნება არ აქვს და არახა ცხიმიანი. უსაფრთხო კანისთვის. ვეგანური პროდუქტი. არ იტესტება ცხოველებს. რაც ყველაზე მთავარია, აი სახეზე არ მოგხვდეს და რამე, აი ფერით შეხედეთ. აი სახეზე შეგიძლიათ შეიზიოთ ესე. უსაფრთხო და იმიტომ. რა არ დაფრთხებიან არც თქვენი მეგობრები, არც თქვენი შეყვარებულები, არც თქვენი ოჯახის წევრები, მაგრამ მართლა კარგი არომატი აქვს. დიდი მადლობა Food Essentials და მადლობა PSP-ს. მე მინდა რომ ვისაუბრო შენს ახალ წამოწყებაზე. იმიტომ რომ ისეთი რაღაც მოგიტანე, რაც ჯერ გაყიდვაში არ არის. მართლა. სხვათა შორის მინდა რომ სანამ ერთი სული მაქვს გავხსნა ეს საჩუქარი, ჯერც ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც უნდა წავისვა და ბრანჭიები ვარ ჟურნალისტების სინამდვილეში. ხო და მე მინდა რომ ჯერ ამ წამოწყებაზე მე საუბრო გადაცემის დაწყებამდე მითხარი რომ ეს ჩემი ახალი პროფილი კი ესე ვეძახი გატყობ რომ აზარტში ხარ ძალიან აზარტში ვარ ზოგადად აზარტულია და საიდან სად აი პროფილის შემდეგ რატომ გადაწყვიტე რომ გძლად მოვყვები ხო ეს ნახე ძალიან ძვირად დამიჯდა რუსთავი 2-დან წამოსვლა ძალიან ძვირად დამეჭდა რუსთავი 2 იყო შენი აი ყველაზე 2001 წელს მივედი პრაქტიკანტად და ეს იყო არხი სადაც დამლაგებელი წლების ვერი დამლაგებლების უფროსი ხდებოდა დაცვის ბიჭი ლოჯისტიკის მენეჯერი ხდებოდა ახალი თაობა ამას უყურებდა რომ შესაძლებელია იყო პრაქტიკანტი მაგრამ წლების შემდეგ თუ სწორად და კარგად იმუშავებ შეიძლება პრაიმ ტაიმში შენი გადაცემა გქონდეს ანუ ეს იყო არხი რომელიც შესაძლებლობას გაძლევდა ანუ დასავლურ ყაიდაზე აგებული არხი იყო ჩემი სახლი იყო მართლა სადაც ხალათი და ჩუსტები მქონდა დატოვებული და გამომდინარე იქიდან რომ მე გლობა ბოლომდე დასრულებული არ მქონდა 10 დღეში სამსახურში წავედი ყველაფერი ერთად დამაწვა და ეს მომიყოლია კიდევაც მძიმე დეპრესია მქონდა დეპრესია იმიტომ რომ 15 წლიდან შეჩვეული ვარ
რომ დილარო თენდება სამსახურში უნდა წახვიდე და ამ სამსახურში უნდა ჩაკვდეს სანამ კარგი პროდუქტი არ გამოგივა დეპრესია იმიტომ რომ არ ყავს ის ვინც უნდა გაგაგრძელოს ყველაფერი ერთად დამემართა რომ ეს პროფესია ძალიან გიყვარს და ამ დროს ეს პოლიტიკური მოვლენები ხდება და ჟურნალისტები თვეობით ხელფასს ვერ იღებენ და არ იცი სად წახვიდე სამუშაოდ იმიტომ რომ იმათ ვინც იქ მუშაობენ ათავისუფლებენ და სერიოზული ფინანსური კრიზისია ყველაფერი ერთად მოხდა და დავიწყე ოცნება რომ აი დადგება დრო და მე დავბრუნდები ისევ ჩემს სახლში რა მე მივხვდი რომ ის რაზეც მე ვოცნებობ აღარ არსებობს მე ვოცნებობ როგორც აფხაზეთიდან დევნილები თავიანთ ბავშვობის სოხუმზე ოცნებობენ სადაც ბრუნდებიან და ის ქალაქი უბრალოდ აღარ არსებობს იმიტომ რომ სხვანაირია მეც ვოცნებობ იმ რუსთავიორში დაბრუნებაზე რომელიც უბრალოდ აღარ არსებობს ჩემს საგრიმიოროში სხვა ადამიანი იკეთებს ახლა გრიმს და მე იქ არ მინდა და მე იქ გამახსენდა აფხაზეთზე რომ ლაპარაკობ ისე ლაპარაკობ რუსთავიორზე ისე ლაპარაკობ და მივხვდი რომ ეს უნდა დავამთავრო და რომ ტელევიზია გამოგდებული ადამიანები კი ზუსტად ესეა ანუ 2001 წელს მივედი 2 წელი ვიმუშავე მე წელიწადნახევარი იმედში და მე ისევ რუსთავიორში დავბრუნდი ეს მთელი ჩემი ის არის დეკადა და ეპოქა ცხოვრების და მივხვდი რომ ვარ ესეთი ტიპი მთავარია ჩემ თავს უთხრა სრულიად შემთხვევით შემხლა ჩემი ვიდეო ერთ-ერთმა ჩემმა ფოლოვერმა ჩამიგდო სადაც ვამბობ რომ თუ ესე ჩაუწვევი პრობლემას არავინ არ მოვა და არ გადაგარჩენს იმიტომ რომ ცოტა ხანი იწუწუნებენ შენთან ერთად და მე ყველა თავს დაგანებებს და ამ ვიდეოში ვამბობ რომ ადექია არა ორშაბათს არა თვის დასაწყისში არამედ ეხლა ადექი და დაიწყე ჩემი ვენა თქვამია და ანუ მივხვდი რომ მე უნდა გამეკეთებინა სხვა რაღაცა რაც ასევე მიყვარს როგორც ტელევიზია და მე ბავშვობიდან ის ბავშვი ვარ დედას რო კრემს პარავს და ისვავს ანუ აი 5-6 წლის ასაკში მახსოვს ეს და აი 15 წლიდან რო კრემებს ისვამს ჯრო არ გჭირდება ჯერ არანაირად და რაც თავარია ამას ხშირად უყები ხოლმე ძალიან ჯეილო მყავს მოწერილი და ნუ მიზანი მაქვს ვარჯიშობ იქით აქეთ თავს უვლი რომ ამაზეც მაკრიტიკებენ რომ ანუ შვილი მოუკვდაო და თავს რატო უვლისო ბოდიშ გიხდი რომ გაწყვეტინებ ამის შემდეგ მოხდა რომ შენ რაღაც ტრანსფორმაცია განიცადე აი რაღაცნაირად შენ სხეულზე უფრო ფოკუსირებული იყავი თითქოს შენს გარეგნობის ცვლილებაზე აი გეტყვი ეხლა რა მომენტი მქონდა იცი დავიწყე ჩემი თავის შეცოდება რაც ნუცას დროს არ მქონდა რომ აი მაია შვილი მოგიკვდა არავინ არ კითხულობს სამსახური დაკარგე კრედიტში გაგსახლი და ანუ არ მომეწონა ძალიან მე არასდროს ძალიან რთულ მომენტებშიც კი ჩემი თავი არ შემწოდებია და უთხარი ჩემ თავს აი როგორც იმ ვიდეოში ვამბობ რომ ეხლა ადექი ბედად მაჩუქეს სარბენი ბილიკი 16 კილო მქონდა მომატებული ამ სახში ჯდომით ჯერ დავიწყე ვარჯიში, ანუ აი იმ დროს რა დროსაც სამსახურში ვატარებდი, ეხლა მთლიანად ვარჯიში ვერ მოვიცვავდი, მაგრამ დავიწყე კარგად დაღლა. მეორე მომენტია, მე ცხოვარ, აი მაგალითად ჯულია რობერტსის ფანი ვარ, ბავშვობიდან ჯულიას ფოტო მქონდა, ესე ჯინსები როაცია დახეული, ესე გამოკრული, მასე რა ქვია, კედელზე ჯინსები და თეთრი პერანგიაცია და ხშირად მეცვა ხოლმე მეც ესე პროფილში. და ჯეილოს ფანი ვარ, მინდა მასავით არ დავბერდე და ალბათ 1-5 წლის წინ ჯეილომ გამოუშვა გავს ჩემი მოვლის საშუალებები რაღაცით, თავისი მოვლის ჯეილო ბიუთი. და აი მივხვდი რომ ეს იყო ჩემი. უბრალოდ ტელევიზიაში რომ მუშაობ, გამორიცხული ავიკა რომ ამას იმდენი რამე უნდა. და მივხვდი რომ ეს არის მეორე რაც ასევე ძალიან მიყვარს და დავიწყე სწავლა, იმიტომ რომ მე ბიზნესი არასდროს მიკეთებია და კოსმეტოლოგიის მხოლოდ მომხმარებელი ვიყავი და თან დავრბოდი სირბილს დავამთავრებდი, კითხულობდი, ახლა ჩემი სახლი რო ნახოთ, მე ზოგადად კითხველი ვარ, ანუ მხატვრული ლიტერატურა გვერდზე გადავდე და სულ ბიზნეს წიგნებია. მე ტრენინგებს ვესწრებოდი. მე დავიწყე ძალიან გამომადგა ჟურნალისტისთვის
განთავისებები, რესერჩი, როგორ შეიძლება, ანუ ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა, მე მინდოდა შემექმნა პროდუქტი, რომელსაც ექნებოდა ლუქს ხარისხი, ამასობაში ხო ინფლუენსერი გავხდი და ხშირად ვარეკლამებდი ლუქს პროდუქტებს, რომელიც 300-400-500 ლარი ღირდა და ხშირად წერდნენ ხოლმე იგივე პროფილის მაყურებლები, რომ აი შვილო, ჩვენ ამას ვერ ვიყიდით, ძალიან ძვირია და ამიტომ მინდოდა შემექმნა ლუქს პროდუქტი მაქსიმალურად ადეკვატურ ფასად და მივაგენი კიდევაც ამ გზას და აღმოჩნდა ახლა გავუგე ბიზნესმენებს აი საშა კაცმანთან სტუმრად რო ვიყავი ვუთხარი სტარტაპერი ვარ თქო და მე დავფიქრდი აღარ ვარ სტარტაპერი აი ინდივიდუალური მეწარმე ვარ ჯერ ბიზნესმენს ჩემ თავს ვერ დავარქმევ უამრავი მიზანი მაქვს ზუსტად ვიცი სად მივდივარ, ზუსტად ვიცი რა მჭირდება, რა უნდა გავაკეთო, ძალიან ბევრი იდეა მომდის თავში. მედიისგან სრულიად განსხვავებული სტაფი შევკარი. მედიისგან განსხვავებით, როცა შემეძლო რადიკალურად თამამი ნაბიჯები გადამედგა, იმიტომ რომ უკან 20 წლიანი რეპორტიერობა მედგა, აქ ნაბიჯებს ფრთხილად ვდგავ. შეცდომებსაც უშვებ. ამ შეცდომებზე ვსწავლობ და სადღაც 20 წლის ვარ. და ეს ძალიან მაგარია. და მინდა ამიტომ რა მოგიტანე, რაც არ იყიდება. არც ერთ ჩვენ სტენდზე და არც ონლაინ. რა კარგი. შენ ხარ ამ პროდუქტის პირველი მომხმარებელი. ეს ახლა რა არის? აბა. შრატიც მოყვება მოიცადე. კარგი რა, გიждები. გიждები ამ ქილებზე, ყველა სხვადასხვა ფერია. გიждები ყველაფერი. ეს არის უკვე მესამე ხაზია ჩვენი. ეს არის ნამდვილი 24 კარატიანი ოქროს კრემი. ასეთი საქართველოში არ იყიდება. იმიტომ რომ აი ჩემი ხელით განვფუთე ის ოქროს ფხვნილი, დაბეჭდილი, აი ზღაპრებში რო გინახავთ ესეთი ბეჭდები ქონდა ნამდვილი ოქროსი და თან არის ოქროსფერი და ახლა განსაკუთრებით სახეზე რო წაისვავ აი ოქროსფერი ნათება გექნება სახეზე და ამის გარდა აი ხაი რეკლამა არ გეგონოთ იმიტომ რომ აი ჩემი პირმის შოვა მართლა სექტემბრიდან დაიწყება გაყიდვა შენ ხარ პირველი Before it was cool მე მექნება. ხო, აი ლეგენდაა ესეთი, რომ კლეოპატრა მაგალითად ოქროს ფხვნილს ყრიდა წყალში, ადუღებდა, მე აციებდა და კანზე ისვამდა, იმიტომ რომ ლიფტინგს აკეთებს, პიგმენტურ ლაქებს შველის, აწენიანებს, თავის შრატიც მოყვება. ძალიან დიდი მადლობა. ჯერ არ იყიდება, იმედია კარგი ფეხი გაქვს. ვაი. ხო და აი კი, სხვათა შორის კარგი ფეხი მაქვს. ხო და ჩვენი ახალი ეს არის პრემიუმ პროდუქტი. ძალიან დიდი მადლობა. ხო და მშვიდობაში და ბედნიერებაში ვიფიქრე რა წაუღო რა წაუღო ქართული წარწერები. ხო, ქართული განგეფაწერია, რომ ქართულია made in Georgia პროდუქცია მილანის სერტიფიცირებული ლაბორატორიიდან ჩამოგდის, ამიტომ მოვახერხეთ, ყველა საიდუმლოს არ ვიტყვი, მაგრამ ნუ ამიტომ მოვახერხეთ, რომ პროდუქცია იქაურია, იწყობა აქ IOS სერტიფიკატის ლაბორატორიაში და ამიტომ რთულია ეს ყველაფერი, აი სანამ ახლა ეს ჩაისხმეოდა ამ ულამაზეს ქილაში, აი ეს საცი. იცი რა სტრესულია იმდენად არ წარმოვიდგენია, რომ ამ ყველაფრით ხარ დაკავებული. ის რეპორტიერობა არ გაგივლია და ის თუ გაგივლია, იცი როგორ ვიღლებოდი ვიკა, გადაღების დროს ვეცემოდი მართლა სასტრაფო მოდიოდა, წამომაყენებდნენ და ისევ გადაღებაზე მივდიოდი. მართლა, ის თუ გამოგივლია, მე სირთულეთ არაფერი არ მოგეჩვენება. უბრალოდ ალბათ ღმერთი იმდენი ვთხოვე, რომ ღმერთო რატო არავინ მირეკავს თქო, რომ აი დღეში შემომდის მილიონი ზარი, უამრავი საქმეა მოსაგვარებელი, ჯერ იმ დონეზე არა ვარ რომ დირექტორი ავიყვანო, ვისაც მენეჯერი ავიყვანო, ვისაც ამ საქმეს გადავაბარებ, ამიტომ აბსოლუტურად ყველაფერს მე ვაკეთებ და ძალიან ვიღლები. ის რაც მინდოდა, ყველაფერი მოხდა და მოხდა კარგად. რაც შეეხება თემას, რატომ არ ვარ YouTube-ში, ხშირად მეხმიანებიან ხოლმე და მეკითხებიან ამას, ალბათ ამის დროც დადგება. მე უბრალოდ მასშტაბური ჟურნალისტიკიდან მოვდივარ და YouTube-ი ცოტა მეპატარავება და თან ვეძებ ფორმულას. აი მაგალითად ერთი ვიდეოა პროფილის 2009 წელი დგება და მე და კომედის ბიჭები ვართ ფიფქია და 7 ჯუჯა.
და ამ ვიდეოს აქვს 9 მილიონი ნახვა. ოღონდ აი ისეთ სასაცილო მაშინ ბიუჯეტი დიდი არ ქონდა და აი რაღაცა ლამის ქაღალდის კოსტიუმები გვაცვია და 9 მილიონი ნახვა. და ამას წინათ შევეკითხე ჩემ თავს რომ ეხა ფიფქი აღარ ვარ, ეხა მალიფისენტი ვარ თქო. მაია მე აი ამ თემას რო დაუბრუნდეთ, ყველა ვერ შედის ასაკში ისე, როგორც არ ვიცი, კირა ანდრონიკაშვილი თუ რა, იზაბელ იუპერი, თუმცა ბევრი ხალი ეგუება ნაოჭებს და არ ვიცი, იღებს საკუთარ თავს ისეთი როგორიც არის, ზოგით მას არ იღებავს, რაღაც ეგეთი ტრენდიც არის. ამას როგორ უყურებ? შენ არ ხარ მათ შორის ნამდვილად. ზოგადად ეს დაბერება რა ტიპის პროცესია შენთვის, რატომ არის ასეთი მტკივნეული? არა, მტკივნეული არ არის, უბრალოდ მე იმ ტიპის ხალი ვარ, რომელსაც თავის ნაოჭები არ უყვარს. ხო და აი მე მაშინ მოდი სხვანაირად დავსვამ კითხვას. დაბერება არ გინდა, იმიტომ რომ ვიზუალურად არ გინდა რომ შეიცვალო, იმიტომ რომ არ გინდა რომ არ ვიცი რაღაცა ვერ გააკეთო. აი რა პროცესია შენთვის დაბერება და რატო არის ყველაზე ცუდი და შემზარავი? თავარია მენტალურად არ დაბერდე ეს ერთი. თუ წინ იყურები. თავარია რომ მენტალურად არ დაბერდე, რატო გჭირდება მაშინ ამდენი პლასტიკური ქირურგია და ასე შემდეგ. და მარტო მოგონებებით არ ცხოვრობ. თანამედროვეობას ფეხს უწყობ არ დაბერდები და თუ გინდა რომ ნაოჭები არ გქონდეს იმდენი საშუალება არსებობს ეხლა რომ ნაოჭები არ გქონდეს რომ ხო თუნდაც აგერ ერთი ეს ხო და არსებობს კიდე ბოტოქსი თუ ასე ძალიან ნერვიულობ კულისებში დაგაკვალიანებ რა და როგორ უნდა გააკეთო აქვს გაკეთებული ხო და ძალიან კარგი უბრალოდ ცხეულს ჯობია რომ ისე არაფერი არა ახალგაზრდებს როგორც ვარჯიში და ჯანსაღი ყვება ასე რომ სიბერის ნუგეშინია ერთადერთი გადაწყვეტა არაფრის არ მეშინოდეს მაგრამ უძლურება მეც არ მინდა ხო და ამიტომ ვცდილობ არ ნერვიულობ ამაზე იმიტომ რომ რაც იქნება ვცდილობ რომ ჯანსაღად ვიცხოვრო რომ არ დავუძურდე თუმცა შენ გაკრიტიკებენ შეცვლილი გარეგნობის გამოც მაია ამაზე როგორ რეაგირებ ყველაზე ისეთი მესიჯი ფურას გავს ოღონდ მახსოვს რომ და რას წერენ კიდე ის რომ დაგვიბრუნეთ ძველი მაია პროფილის მაია სადაც ვარ 30 წლის და 30 წლის რო ვიყავი და იმ ფოტოს ვდებდი იმაზე წერდე რომ ფურას გავს ხო და ამასთან ძალიან ღიმილით ვუყურებ ისა ყოველთვის ასეთი მე ესე მე კომფორტულება აი არ ვიცი შემისწორე თუ ვწდები მახსოვს მაია ასათიანი იმეჯში მე დერეფანში დავდივარ, ვარ პატარა, ჯერ კიდევ 19 წლის და ომადითაც არ მინახე ხარ, არათუ ვიფიქრებდი რომ ფილტრის garaშე ხო ქვია შენ გადაცემას. კი, ფილტრის garaშე ქვია. ეხლა არ მაქვს მაკიაჟი. იმიტომ რომ მაკიაჟი სახეს კანს აფუჭებს და წლებია. მაკიაჟი აღარ წამისვია, ესე საჯაროდ. ეს თვალზე ის არის კონტურინგი. ეს არის კონტურინგია ხო თვალზე. და ამიტომ მაკიაჟს არ ვიყენებ და ვიყენებ ჩემს საშუალებებს და სახისკანი ამიტომ ხო, მაგრამ მე იმას ხო არ ნიშნავს, ნუ კარგი მაკიაჟს დავანებოთ თავი, მაგრამ ზოგადად არ ტოვებდი შთაბეჭდილებას ისეთი ადამიანის, რომელიც დრო მოვიდოდა და თავის გარეგნობაზე ამდენ რესურსს ჩადებდა. 25 წლის ვიყავი, ჯერთ ბევრი რესურსი არ მაქვს ჩადებული. მოგიყვები თუ გინდა სულ არ ვალავ. პერიოდს რო ახსენებ, მაშინ ვიყავი რეპორტიორი და 25 წლის. მოკლედ, რაღაცნაირი გოგო იყავი. გამხდარი ხო. რაღაცა მახსოვს ჯინსით, რაღაცა ჩვეულებრივი კოსტიუმი მეცვა. რეპორტიორი და უცებ აი ახლა ხარ სულ სხვანაირი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია. სექსუალური მაია ასათიანი. ასეთი იმიჯი გაქვს, მე კი არ მომიგონია ეს, ასე ამბობენ შენზე. ძალიან დიდი მადლობა. ხო, შეიძლება გავიდეს. ხო და ეგ როგორ ხდება? მოხდა ეს ტრანსფორმაცია. არ ვიცი, სადღაც ესე 35-36 წლისკენ და მერე და ნუცას მერე რადიკალურად შევცვალე, მაგალითად ჩავითმა ქერად შევიღებე, რადიკალურად შევცვალე ჩაცმის სტილი, ანუ სხვა ადამიანი გავხდი ჩემს თავს უთხარი, რომ მე ვიწყებ ახალ ცხოვრებას. აი ძალიან ხშირად ჩემი სტილის მეუნება რომ მოდი რა შავად შეგღებავ ისე. ეს ერთგვარი პროტესტი იყო, ტრაგედიასთან ბრძოლის? პროტესტი არ იყო, ანუ მე ვიყავი ახალი და უნდა განვახლებულიყო. აჰა. ქერამაიას ხო. ისე გაქვს ეს განცდა, რომ ნუცას მეტყოდა, აი მუდმივად ამაზე, რომ აი ნუცა ეხარ ასე მეტყოდა, ნუცა ეხარ ასე ზამდა. კი, როგორ არა, სულ ჩახო სულ ლაპარაკობ. ეს ხო არ წყდება, ეს ხო არ წყდება ეს კონტაქტი.
სულ გაქვს კომუნიკაცია, სულ ფიქრობ მასზე და სულ ფიქრობ, რომ აი ამაზე ნეტა რა სიტყვა და ნეტა ეს მოეწონებოდა თუ არა და ანუ იმას კი არ ფიქრობ, რომ ნეტა რა სიტყვა და ანუ გესმის ხმა და ანუ სულ კომუნიკაციაში ხარ, ეს სულ შენთან არის. როგორ თქვი წეღან, ეხლა რა ხდება შენ ცხოვრებაში? ხო, რა ხდება ეხლა შენ პირადში? ნახე შენ პირადში. ნახე. ეხლა შეყვარებული ხარ? მარტო ერთხელ მიყვარდა. მართლა. ხო, ერთხელ მიყვარდა, მარტო 35 წლის რო ვიყავი, მაშინ რო დამთავრდა ეს სიყვარული, იმის არის სიყვარული არ მქონია. ხო, აი ამის შენ როგორი ხასიათი გქონია? ხო, ასე გამოვიდა. სულად გეზარება თუ არ შემხვდა კაცი, რომელიც ჩემს სულს და გულს წაიღებდა. ბახრა საინტერესოა. მქონია მე პირადი ურთიერთობები, როგორ არ მქონია, მაგრამ ის რასაც სიყვარული ქვია, აი ხანდახან ნუცა მეუნებოდა ხოლმე, რომ კარგიო რა დედა, აი რა სიყვარულია და მეუნებოდი რომ შვილო არსებობს ნამდვილი სიყვარული და ბედნიერი ხარ შენ თუ ამას გამოცდი და მე ესეთი სიყვარული მქონდა. აი წიგნიც დავწერე ამაზე. და წიგნებს რო წერენ ისეთი სიყვარული მქონდა და მე აღარ მოხდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი არ მქონია. მაგრამ არ იყავი შეყვარებული, ისეთი როგორიც იყავი მაშინ. ხო, აი რო დაფრინავ მიწიდან რო რაღაც 3 მეტრზე. არა, 3 მეტრიც ბევრია, 2 სანტიმეტრზე რო აწეული ხარ, ეგეთი არ შემხვედრია. გამორიცხავ რა შენს ცხოვრებაში რამე მოხდეს, რაც კარდინალურად შეცვლეს შენს პირად ცხოვრებას? არანაირად არ გამოვრიცხავ. მე მომავლის ადამიანი ვარ, სულ წინ ვიხედები. ნახოთ. შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება არ შეიცვალოს. შეიძლება გაგიკვირდეს, რასაც ვაბობ, მაგრამ ზუსტადაც პოლიტიკური სტრესის თუ აი ამ რაღაც დაძაბულობის ბრალიც არის თუ რისი ბრალი არ ვიცი, ხშირად მომისმენია ადამიანებისგან, რომ აუ მეზარება ახალ ურთიერთობებში შესვლა. თუ რაღაც ეგეთი. ქართველმა ქალებმა არასწორად გაზარდეს ვაჟები. არ მისცეს სიძლიერე, არ ასწავლეს მათ მამაკაცურობა, არ ასწავლეს რომ მან უნდა დაგიცვას, ხანდახან ხელის გულზე გატაროს, გაზარდეს ღმერთებად, რომ იმითაც კი ბედნიერი უნდა იყო, რომ ის შენ ცხოვრებაშია და სხვა არანაირი მოვალეობა არ აქვს. პარტნიორული ურთიერთობა არ ასწავლეს. ქართველი მამაკაცების უმეტესობა პირად ურთიერთობაში ეძებს დედას. რახან YouTube-ზე ვართ და ცოტა ინტელექტუალური მაყურებელი გვიყურებს, მიხვდება ის რაშიც არის საქმე. ოიდიპოსის კომპლექსი აქვს ყველას. და გთხოვენ რომ იყო დედა და შენ გჭირდება პარტნიორი. იღლები დედობით, როცა საქმე პარტნიორს ეხება. მე მგონია რომ ამას გულისხმობენ. ჩვენ გვახსოვს მიტინგებზეც მაია ასათიანი მეგაფონით ხელში. არა, მიკროფონით, მეგაფონით არ ყოფილა. ხო, შეიძლება, მართალი ხარ. მიკროფონით ხელში და შენ მაშინ რუსთავი ორს იცავდი, რომელსაც შენ სახზე ძახი ახლა. ეხლა მეკითხა, რომელ მიტინგზე, თქო, ბევრ მიტინგზე გამოვსულვა. რუსთავის ციხესთანაც იყავი თუ ვწდები. ძალიან საინტერესოა ახლა შენი აზრი და მოვისმინე და ვიცი, მაგრამ აქციაზე დიდად არ მინახი ხარ. რატო? არა, როცა დიდი აქციაა, ხოლმე ყოველთვის ვარ. მაგრამ არა ხარ სიტყვით არ გამოვდივარ. რამე რო იყოს გამოხვიდოდი სიტყვით აქციაზე? ხო გითხარი, სასოწარკვეთილი ვარ. მე არ მიყვარს, როცა გულახდილი არ ვარ. და მე არ მინდა ჩემი სასოწარკვეთა თავს მოვახვიო ახალგაზრდებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ახლა შეიძლება არ იყო მიკროფონი. მე არ მიყვარს, აი ხაც სრულიად გულახდილი ვარ. გულახდილობას დაუზიანები ვარ კიდევაც, მაგრამ ანუ არ შემილია სხვანაირად და დავაზიანებ ახალგაზრდებს ჩემი სასოწარკვეთით. მესმის სტრესროლერი მოია. კარგი. კარგი. ღმერთს რო შეხვდა რა სეტყოდი მაია? რატომ? შენი მთავარი შიში. უკვე დაძლეული მაქვს. 3 შენი საყვარელი რესპონდენტი, რაც უცებ გაგახსენდა. არ მყავს საყვარელი რესპონდენტები. მართლა? კი. შენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, მე არ გულისხმობ აქ ტრაგედიას მაია, იმედგაცრუება. ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი გულის გული იყო. ხო, უკვე მეორე. მის ცხოვრებაში დიდი როლი მაქვს ნათამაშები და რომელმაც მითხრა აი ამის ფოტოს დადებაზე უარი. აი ხა დღეს აქ და ახლა ეს აი ამას ვიტყვი. ახლა შეყვარებული ხარო აგერ აქ? არა, შეყვარებული არ ვარ.
როგორ გამოხატავ აფექტს? აღარ გამოვხატავ, იმიტომ რომ აღარ ვარ აფექტში. რამდენი წელია? ეს ასაქსმო აქ. შენ რო ჩემხელა იქნები მე 48 წლის ვარ. Keep calm. არ გამოვხატ. აღარ ვარდები აფექტურ მდგომარეობაში. ქვეყანა რომელშიც იმოგზაურებდი და არ ხარ ნამყოფი. ესპანეთში ნამყოფი ვარ. პორტუგალიაში წავიდოდი. და რომელ ქვეყანა? არა, ესპანეთშიც მინდა. ესპანეთი მინდა კარგად დავათვალიერო, იმიტომ რომ ბევრი ბავშვობის წიგნი უკავშირდება ესპანეთს და ესპანეთში მინდა. 20 წლის მაია 100-იან სახლარას ეტყოდი. ყველაფერი გამოგივა. რატო კითხვის ნიშნები ქონდა ამასთან დაკავშირებით? არ ქონდა, არა, მას ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა, მაგასაც არ ვეტყოდი. 20 წლის მაია 100-იანი უკვე ჩამოყალიბებული რეპორტიორი იყო. ჩვენ ხო კარიერას ადრე ვიწყებთ. ძალიან ადრე, მე 15 წლის ასაკში დავიწყე. 20 წლის მაიას არაფრის თქმა არ ჭირდებოდა. 13 წლისას კი. შენი ყველაზე საყვარელი კოსმეტიკური პროცედურა რა არის? ნემასაც ისწასმა. სიყვარული ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი? ალბათ, კი, ამის იმედი მაქვს. ერთი რამ რაც გასწავლა წლებმა და გამოცდილებამ. ყველას არენდო. ემასათი ბიზნესია თუ თერაპია? არა, ბიზნესია. სად მაქვს თერაპიის დრო? არა, ბიზნესია. ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი? საქართველოში? აჰა. მაკა 100-იანი. და იმიტომ არა, რომ 100-იანია. ერთი თვისება, რომელიც სჭირდება წარმატებისთვის ტელეწამყვანს. პროფესია უნდა გიყვარდეს და არა შენი თავი პროფესიაში. შენი ყველაზე დიდი ჩავარდნა, გადაცემა, რომლის გამოც დღეს გრცხვენია. არც ერთი გადაცემის არ მწხვენია. მაია 100-იანს დავუსვამდით კითხვას. რა დაუტოვა ღირებული მაყურებელს შენმა გადაცემამ და საერთოდ არის ჟურნალისტიკის ფუნქცია მაყურებლის გაზრდა? ჩემი საყვარელი თემა. მართლა ჩემი საყვარელი თემა. ეს არის საბჭოთა მიდგომა, რომ ტელევიზორმა უნდა გაგზარდოს. დასავლური მიდგომა ასეთია, რომ ეს ყუთი შეიქმნა გართობისთვის და ინფორმაციის მიწოდებისთვის. მორჩა. უნდა გაგზარდოს მშობელმა, წიგნის კითხვას უნდა მიგაჩვიოს დედამ, რომელმაც 3 წლის ასაკში გვერდით უნდა დაგისვას და წიგნი გადაგიშალოს, სპორტულ ცხოვრებას და ჯანსაღყვებასაც უნდა მიგაჩვიონ ოჯახმა, ეს ყუთი არის ინფორმაციის მიწოდებისთვის და გართობისთვის. რაც შეეხება რა დაუტოვა ღირებული ჩემმა გადაცემამ. ჩემმა გადაცემამ ძალიან ბევრ დღესღია თემას ახადა ტაბუ. ოჯახურ ძალადობას, პედოფილიას, ჰომოფობიას, ტრანსფობიას. მაშინ ბევრი მლანძღავდა ამაზე. ძალიან მლანძღავდნენ და არავინ არ მიცავდა, კესო რომ მყავდა სტუმრად. და მე ისეთმა ხალხმა იგლოვა საჯაროდ, რომ ლანძღავდნენ, რატო იყო საჯარო ფიგურა. ხო და აი ეს მე ამაყება. რო სიყვითლეში ვაპარებდით ისეთ სოციალურ თემებს, რომელზე ლაპარაკით საჭირო იყო. აი მაგალითად, ერთი შემთხვევა ქონდა 17 წლის გოგონა მოკლა პოლიციელმა ქმარმა და დედა ყავდა სტუმრად. და მესიჯები მოგდიოდა ჰეითერებისგან, რომ ღირსი იყო და იმიტომ მოკლაო. ხო. წარმოუდგენელი. ხო, ბევრი შრომა გავწიეთ და მე ვფლი რომ ეს ჰეითი ღირდა ამათ. ჩვენი ფინალური რუბრიკა არის 3 ნივთი, 3 ამბავი და ერთი სული მაქვს ვნახო რა მოიტანა. 2 მოკლე ამბავია და 1 გრძელი. მაია. ხო. ამ ამბავს კამერასთან ახლოს მოვიტან, ამბავი არა აქვს. ეს არის ნუცას წერილი, საახალწლოდ გაკეთებული. და ჩემ დასაძინებელთან ახლოს რო ვუყურებ და მიდევს და ვინახავ. დედა გილოცავ ახალ წელს. Jingle bells, ალილო ესეა წერია. სულიყავი ჯამრთელი და ვიდნიერი. შენი საყვარელი შვილი ნუცა. 2007 წლის 12 დეკემბერი. რამდენი წლის იყო 2007 წელს ნუცა?
7-8 წლის. ხო. ძალიან. თან ახლა როგორ უწერი ახალ წლამდე არ გახსნა. ხო, ახალ წლამდე არ გახსნაო, ესე უწერია დედიკოს. ამას სკოლაში დედიკოს მეძახდა, ხო. დედიკოს. ხო, ეხა მეორე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი. ეს არის იმ გადაცემის სცენარი, რომელიც მე პირველმა წავიყვანე 1992 წელს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხში პირდაპირ ეთერში. აქ ვარ 15 წლის. ნახე, საბეჭდი მანქანით არის დაბეჭდილი და ანუ ჩვენ ვწერდით და მე სპეციალური ბიურო იყო ბეჭდავების და ისინი ბეჭდავდნენ. ეს არის ჩემი საშვი რუსთავიორში, ბოლოს საშვი. აი ამ ორ ამბავს შორის არის 33 წელი სხვაობა. ხო, ეს გამომიგზავნეს 1-2-3 წლის წინ რომ გქონდესო. აი ამ სცენარით იწყება ჩემი ტელეისტორია და ამით ვთავრდება. წარმომდგენელი. ხო. ხო, მესამე ამბავი გრძელია. მომიყევ. მაგრამ დღევანდელობას რომ ხდება, ჯერ ამას არ ვაჩვენებ. მე ზოგადად ამბების მოყოლა მიყვარს ძალიან. გისმენთ. ჩემი დიდი პაპა 18-21 წლის მთავრობის წევრი იყო. არ იყო წამყვან პოზიციაზე, მაგრამ მიუნხენის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და თამარ მეფის ორდენოსანი იყო. მე 21 წელს ტყეში გავიდა. მე 24 წელს ქაქუცას რაზმს შეუერთდა. შეფიცული იყო. მერე მეტეხის ციხე ხეხა, მერე ციმბირსიქით რო ქვეყანა იქ გადაასახლეს და მერე რო დაბრუნდა უკვე, როცა რეაბილიტაცია იყო, მე როგორი მახსოვს პაპა. ეცვა ძალიან გახუნებული შავი პერანგი, ყოველ დღე. და სადღაც ახლა განათლება ქონდა უმაღლესი კვალიფიკაციის და სადღაც კანტორაში მთლელად მუშაობდა. საანგარიშოსთან იჯდა, ან სხვა გაქანება და სხვა პერსპექტივა ასეთი წარსულის მქონე კაც იმ სახელმწიფოში არ ქონდა. აი, მუდმივად ეცვა თალხი შავი პერანგი და ამით დადიოდა. ჯოხი და შლაპა. და მხოლოდ ერთ დღეს, მაისის ბოლოს, ბები აიღებდა კარადიდან თეთრ პერანგს აუთავებდა. პაპა იცვამდა ამ თეთრ პერანგს. დადიოდა რუსთაველზე და ხალხს ესალმებოდა ესე ქუდის მოხდით. ეს იყო 26 მაისი. და ასე გარდაიცვალა. მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. აი აგონიის დროს დაუძახა მის უფროს შვილს და ყურში რაღაცა ჩასჩურჩულა. უთხრა რომ ამა და ამ ადგილას ყუთი მაქვს დამარხულიო და რასაც იქ ნახავთო ჩამატანეთ თანო. ეხლა ესეთ რაღაცას მომაკვდავი რომ ამბობს, ხო, ნუ აი ცოტა უცნაურია, ხო, მაგრამ წავიდნენ და ამოთხარეს მართლა და დახვდათ იქ ყუთი. ყუთში იდო აი ის თამარ მეფის ორდენი, საქართველოს დროშა, მოწმობა ეროვნული მთავრობის და ეს წიგნი. წიგნზე მოგიყვები მე. და ასე ქონდათ, ეხა მაშინ 80-იანი წლებია და ეხა ვინ გაბედავს, რომ ესე ჩამატანეთო დაიბარა და ვინ გაბედავს, რომ გადააფარო და სუდარის ქვემოდან დროშა გადააფარეს და გულზე შეგნიდან დაუმაგრეს ეს ორდენი. და პანაშვიდზე დაიწყო სვლა უცნაური მოხუცების ჯგუფმა. აი ესეთი ხმელი, წელში მოხრილი, ასეთივე შლაპით, ჯოხით და ასეთივე შავი პერანგებით. 1-5-6 კაცი დადის ყოველ დღე და გულზე ადებს ხელს. ოღონდ აი ძალიან გვანან ერთმანეთსაც და პაპასაც და რო იკითხეს მე ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ჩვენ ესე შევფიცეთ ერთმანეთს, სანამ დაგვიჭერდენო. რომ ასე საქართველოს დროშით და ჩვენი ორდენებით დავიმარხებოდით. და მე ამ კაცის ჩამომავალი ვარ. რომ ასე ირნებდა, მაგალითად კითხვა ახალდაწყებული რომ მქონდა, ვეკითხებოდი, პაპა, ეს ვისი ქუჩაა? ვთქვათ, პლეხანოე, ბანდიტი კომუნისტის ესე მოსხობდა. ხო და ეს არის წიგნი, არ ვიცი, რატო იდო იმ ყუთში სრულიად გაუბედურებული იყო და ეს არის ფურცლები, რომელიც გადარჩა და მე დედაჩემმა აკინძა
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში. რატო გადაწყვიტა რომ ეს უნდა დაებალა, მაგრამ 24 წელი იყო და შეიძლება გრიგოლ ორბელიანის რჩეული ლექსებია. სრულიად მომპალი იქონდა გვერდები და აი რაც გადარჩა ესე ფურცლებად აკინძა და გადაწყვიტეს რომ ეხა აღარავინ დაიჭერდა გრიგოლ ორბელიანის გამო და წარმოუდგენელი ისტორია მოყევი გისმენ ესეთი ამბავია ხო და იმედია ჩვენც აქამდე არ მივალთ. ოღმერთო ძალიან გულისამაჩუყებელი იყო შენი ისტორიები მაია და ძალიან მაგარი გოგო ხარ ძალიან დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ ინსპირაციისთვის უღრმესი მადლობა რომელსაც მაძლევ იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან ძლიერი ადამიანი და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ძლიერ ქალებს განსაკუთრებით და დარწმუნებული ვარ რომ შენი წამოწყება იქნება წარმატებული. უღრმესი მადლობა. გამოგივა, იმიტომ რომ ასე იყო სულ მაია ასათიანის თავს, რასაც ის ხელს კიდევდა, ყველაფერი გამოდიოდა. ასე რომ ხო, ხელი არ ჩაიქნიოთ, თუ ჩემ ასაკში ხართ და ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. მადლობა, დაგემშვიდობები ამ ლამაზი ისტორიით, დამშვიდობები მაიას. თქვენ კი შეგახსენებთ რომ აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, მოკლედ ყველგან ვარ სადაც შეიძლება კი ვიყოთ. რა თქმა უნდა გამოგვიწეროთ, უნდა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე კი გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.